საკვირაო ქადაგება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან გამოკრებილნი სწავლანი ქურდობის ცოდვა პარვა ანუ ქურდობა მარტო ის ნუგონია რომ კაცი თავის მოყვას მალვით ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება როდესაც შენ სიტყვით ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე ან დააბრკოლე ან შეიძლება პირდაპირ ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე. ის კაციც პარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ რომ ვთქვათ, პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დაიფარავს. პირობის დამრღვევისა და ცრუკაცისაგან კი ვერასოდეს. მაშა სადამე პირობის დარღვევა უფრო მცირეცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია. ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე რომ აღასრულო კიდეც. უეჭველია რომ პარავის მსგავსია ის სახელმწიფო მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც თავის თანამდებობრივ მოვალეობას დაუდევრად და არაერთგულებით აღასრულებს. ჯამაგირი ან ჯილდო, რომელსაც იგი სახელმწიფოსაგან იღებს, მოპარულია ასეთ ჩინოვნიკის მიერ. ვაჭარი, რომელიც თავის საქონელს უზომო ფასს ადებს, ანუ კარგი საქონლის ნაცვლად ცუდს ასახებს და სულ საფასურს იღებს, პირდაპირ პარავთა შორის უნდა შეირაცხოს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ იქნებ მართლსაჯული ღვთის თვალთა წინაშე პირდაპირი ქურდი არც იყოს იმზომად ცოდვილი, ვითარცა ფარულად და მზაკვრებით აღმასრულებელნი პარვისა. ფარული ქურდები მოყვასთ უარეს ზარალს აყენებენ, რადგან ისინი არავის ქურდად არ მიაჩნია, ხშირად კი ამ ქვეყანაზე პატივცემულნი და ამპარტავანნი არიან მოყვასთა შორის. მაგრამ ღმერთი ისე არ უყურებს ჩვენს მოქმედებას, ვითარცა კაცის მოკლე ჭკუა. ამიტომ გეშინოდეს და ეცადე, რომ ყოველი შენი მოქმედება პატიოსანი, უზაკველი და უვნებელი იყოს მოყვასთა შენთათვის. თუ შენ სიტყვით ან საქმით ვინმე მოყვასთაგანი აცთუნე, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე და გარყვნილებას მიაჩვიე. ეს 100 წილ უმწარესი ცოდვა იქნება, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი კაცს მიაყენებს. ამის თანამოქმედება კაცის სულს საუკუნოდ წარწყმებს და საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამიტომაც საღვთო წერილი იტყვის. უმჯობესია კაცმა კისერზე ლოდი მოიკიდოს და თავის ზღვაში გადაიგდოს, ვიდრე აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი. კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალებაა დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად შრომელ კაცს თავისუფალი დრო არ აქვს. მეორეც იმისათვის, რომ შრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავის შრომით შეიძენს. მაგრამ ყოველთვის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, სწავლასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავის სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი. ამიტომ მას, ვითარცა ყოველხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცდური ვერ წარიტაცებს.